მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. რას უნდა აკეთებდეს ორსული ქალი მე-9 თვეში დილის 4 საათზე თუ არა პერაშკებს, რა თქმა უნდა, ამას მეორე აზრი არ აქვს და სხვა ვარიანტი არ განიხილება. ვხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ახლა არის მართლა დილის 4 საათი, ისედაც მთელი ორსულობა უძილობა მქონდა, ახლა ბოლო თვეში უარესად უძილობა დამეწყო და შემდეგ გამთენიას უკვე წოლისგანაც რომ ყველაფერი მტკივა, ვდგები და ვეძებ საქმეს და ვეძებ იმას თუ რა გავაკეთო. დღეს გადავწყვიტე რომ დავაცხო პერაშკები საუზმისთვის და მინდა რომ გამოვაცხოთ ღუმელში, რადგან არ მინდა რომ იყოს ძალიან ცხიმიანი. ავიღე ერთი ჭიქა ცხელი წყალი, რადგან რეცეპტში შედის გამდნარი კარაქი და ცალკე გათნობა არ მინდოდა, ამიტომ ცხელ წყალში ჩავაგდე კარაქის ნატეხი, შემდეგ დავუმატე რძე, რძეც იყო მაცივრიდან და წესით ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს თბილი, მაცივრის ცივი რძეც რომ დავუმატე ცხელ წყალს, კარგად გაანელა, ამიტომ იდეალური გახდა. მოკლედ ავიღე ერთი ჭიქა წყალი, ერთი ჭიქა რძე, ერთი კვერცხი, საფუარი 10 გრამი და სადღაც 50 გრამი კარაქი. მოვზილე ცომი და დავდე 1 საათით თბილ ღუმელში. სხვა დროს 700-750 გრამი ფქვილი მჭირდება ხოლმე ამ ცომის მოსაზელად, ამჯერად გამოვიყენე 800, სადღაც 830 გრამი, რადგან ყველა ფქვილი არ არის ერთნაირი და ზოგჯერ შეიძლება ნაკლები ან ზოგჯერ ზედმეტიც დაგვჭირდეს. არის იდეალური ღუმელის პერაშკებისთვის, რადგან არ ძველდება, არ მაგრდება და 2-3 დღის შემდეგაც ისეთივე რბილია, როგორც ახალი გამომწყვარი. გავთალე კარტოფილი პიურესთვის, ასევე დღეს მინდა რომ მოვამზადო კომბოსტოს პერაშკებიც, ნიცას უყვარს კომბოსტოს პერაშკები, სახლში მქონდა ნახევარი ჩინური კომბოსტო და ვიფიქრე რომ ამ ჩინური კომბოსტოთი მომემზადებინა. ასევე დავჭერი წვრილად და მოვთუშე კომბოსტოც. წესით უხდება სტაფილოც, ამჯერად გამომელია, მოკლედ ვიდეოს გადაღებას რომ ვიწყებ, არ არსებობს რომ რაღაც არ დამაკლდეს და რაღაც არ მქონდეს გამოლეული. მოკლედ კომბოსტო დავჭერი წვრილად და მოვთუშე ხახუთან ერთად კარაქში დაბალ ცეცხლზე.
for. She asked for something more. She asked for. Yeah, she asked for something beautiful. She asked for. Yeah, she asked for. She asked for something beautiful. She mystifies me. Tell me what I did wrong. I plead. Never did I think we would be loving for another day. But she asked for. She asked for something more. She asked for. Yeah, she asked for something beautiful. Something beautiful. Yeah, she asked for something. სანამ კომბოსტოს ფარში მომზადდა და ასევე პიურეც მიველაგე სამზარეულო, დავცალე ჭურჭლის სარეცხი მანქანაც, ასევე გადავიტანე ცალკე თეფშებში, რომ გაცივდეს და ერთხელ ამოვზელცომს. პერაშკებისთვის ეს აუცილებელია, რომ ცომი იყოს ორჯერ გადაზელილი. ცომი არის რბილი, იკრავს ხელზე, როგორც ხედავთ, კარგად ამოფუვდა. გავიდა სულ რაღაც 40 წუთი და გადაზელვის შემდეგ კიდევ დავაყოვნებ სადღაც 40 წუთი 1 საათით და შევუდგები პერაშკების მომზადებას. Yeah, she asked for. She asked for. 1 საათის შემდეგ ცომი გაორმაგდა, ვიტყოდი რომ გასამმაგდა კიდეც, გავყავი ორ ნაწილად, ჯერ მოვამზადებ კარტოფილიან პერაშკებს და შემდეგ დავიწყებ კომბოსტოს პერაშკების მომზადებასაც. დავაყოვნებ შემდეგ გამოსაცხობ ფორმაზე კიდევ 20-30 წუთით, შემდეგ ზემოდან წავუსმევ კვერცხს და გამოვაცხობ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 17-18 წუთით. ცომს ვაბრტყელებ რაც შეიძლება თხლად, რადგან შემდეგ გამოსაცხობ ფორმაზე კიდევ ამოვა, გაიზრდება და გახდება ფუმფულა. ზოგიერთს გვერდებიც მოვაჭერი, რადგან ძალიან დიდები გამოდიოდა, რაც არ ეტეოდა გამოსაცხობ ფორმაზე. რაც შეეხება დღევანდელი დღის გეგმებს, დღეს ვიზიტი მაქვს დანიშნული საავადმყოფოში, სადაც უნდა დავრეგისტრირდე როგორც მომავალი მშობიარე და რამოდენიმე კვირაში როცა მივალ, ეგრევე მიმიღონ ყოველგვარი პრობლემის და შეკითხვების გარეშე. დღეს უბრალოდ დავრეგისტრირდები, ხოლო შემდეგ ალბათ კიდევ ერთი ვიზიტი მექნება, სადაც შემდეგ უკვე ექიმს ვნახავ და გამაცნობენ სხვადასხვა წესებს, თუ რა უნდა წავიღო თან და ასე შემდეგ. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ღვეზელებს, კარტოფილიანები ჩვეულებრივი გავაკეთე, ხოლო მინდოდა რომ რამენერად განსხვავებული ყოფილიყო კომბოსტოსი, ამიტომ ასეთი ნაწნავით გავაკეთე, რადგან კომბოსტოსი საკმაოდ ცოტა გამოვიდა და კარტოფილიანისთვის არ მქონდა ამდენი ნერვები, რომ ამდენი ნაწნავი გამეკეთებინა. ამ ცომით სულ გამოვიდა 20 კარტოფილიანი მოზრდილი ღვეზელი, 8 კომბოსტოსი,
აქეთაც კარტოფილიანია 10 დევს და ასევე დამრჩა ცომი საკმაოდ ბევრი. გადავწყვიტე რომ ამ ცომისგან მოვამზადო ჯემიანი ფუნთუშები. კარტოფილიან ღვეძელს ზემოდან წავუსვი კვერცხის გული და დავიწყებ უკვე დაცხობას. ჩავდე, როგორც უკვე გითხარით, 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 17-18 წუთით და ვაგრძელებ ჯემიანი ფუნთუშების მომზადებას. ცომი ასევე ბრტყლად გავაბრტყელე, უпросторად თხლად გავაბრტყელე, შუაში წავუსვი გარგარის ჯემი, კარგად გადავახვიე და ჩავდე გამოსაწყობ ფორმაში, რომ კარგად ამოვიდეს. You've been shattered, you've been broken down. Heart is beating, still won't make a sound. It feels like an angel straight from heaven, just like my lucky number 7. You're my shooting star. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're my ფუნთუშები იდოთ ბილ ადგილას და ამას შეხედეთ 1 საათში როგორ ამოფუვდა. ზემოდან ასევე წავუსვი კვერცხი და მოვაყარე შაქრიანი და ფქვილიანი მასა, დავუმატე ცოტა კარაქი, მოკლედ ნაზუქის შიგთავსი ზემოდან მოვაყარე, რადგან არ არის ტკბილი ცომი და მინდოდა რომ ყოფილიყო ტკბილი, ამიტომ ზემოდან მოვაყარე შაქრიანი მასა. ესეც ჩემი ღვეძელები უკვე გაცივდნენ, ჩემო ოჯახის წევრებმა დააგემოვნეს, მოკლედ ამის სუნმა გააღვიძათ გემრიელობების და ძალიან მოეწონათ. ასევე არის ურბილესი, როგორც უკვე გითხარით და რამოდენიმე დღე ინარჩუნებს ასეთ სირბილეს. ჩვენ ვისაუზმეთ უკვე ამ გემრიელი ღვეძელებით და ვიწყებ თავის მოწესრიგებას. როგორც უკვე გითხარით, საავადმყოფოში მივდივარ გასაფორმებლად. ეს ვიდეო გუშინ გადავიღე, ასე რომ ახლა გეტყვით თუ როგორ გავფორმდი საავადმყოფოში. მოკლედ მოვაწერე ალბათ ყველაზე ცოტა 55 ჯერ ხელი სხვადასხვა ფურცლებს და სხვადასხვა ინფორმაციას. მოკლედ ინფორმაცია იმაზე, რომ გავფორმდი, ხელი მოვაწერე, ინფორმაცია იმაზე, რომ დღეს გავფორმდი, მაგაზეც ხელი მოვაწერე, ვინ გამაცნო ეს ინფორმაცია, იმაზეც ხელი მოვაწერე, მოკლედ ყველგან ვაწერდი ხელს და შემდეგ ბოლოს ორიგინალები თვითონ დაიტოვეს, კიდევ ამომიბეჭდეს და მთელი არ ვიცი, უზარმაზარი საბუთების და 1000 ფურცლების ნუსხა წამოვიღე სახლში. ასევე უამრავი საბუთები გამომატანეს თან, რომელიც უნდა შევავსო დაავადებების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ერთ ადგილას არ ვიყავით, ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე გვგზავნიდნენ, მეორედან მესამეზე და ასე შემდეგ და ყველგან საბუთებზე ვაწერდით ხელს და ყველგან რაღაცას ითხოვდნენ მოკლედ. და ბავშვის დაბადების მოწმობა რომ ავიღოთ, საჭიროა ჩემი დაბადების დასერგოს დაბადების მოწმობა, გადათარგმნილი და ნოტარიუსით დამოწმებული, ასევე ჩვენი ქორწინების მოწმობა, გადათარგმნილი და ნოტარიუსით დამოწმებული, ჩვენი გერმანული საბუთები და
ქვეყნის მოქალაქეობა, რომლებიცაც ჩვენ ვიმყოფებით, ასევე გადათარგმნილი და ნოტარიუსით დამოწმებული. მოკლეს. იქიდან ბარემ შევიარე მაღაზია მიულერში, 2 დღის უკან მომივიდა სასაჩუქრე კუპონი, ავიღე ჩემი კუთვნილი საჩუქარი და გაჩვენებთ რაიდოში. სასაჩუქრე კუპონთან ერთად მივიღე ასეთი ფასდაკლებების სხვადასხვა კუპონები, ასევე თუ 20 ევროს რაღაცას ვიყიდი მაღაზიაში, 5 евро მოაკლდება. აი ასე ძალიან ბევრი სასაჩუქრე კუპონები. გადავიდეთ საჩუქარზე, ძველი ხელსახოცები და ეს არის თუ არ ვცდები საფენების ჩასადები, შემდეგ სამოგზაუროდ რომ წაიღო და ბავშვის ეტლშიც რომ ჩადო თუ სადმე მიდიხარ. აქ დევს 2 ცალი გამოსაცვლელი საფენი, უпростоრად რომ დააფინო და გამოუცვალო. შემდეგ 2 პამპერსი. ეს არის სახის კრემი ბავშვის. საფენის ქვეშ წასასმელი კრემი და კიდევ ერთი კუპონი, ამ კუპონის მეშვეობით ავიღებ კიდევ ერთ აი ასეთ ხელსახოთს. ჩემი აზრით ძალიან კარგი საჩუქარია და ძალიან გამოსადეგი, რადგან კარგად გამოიყენება თუ სადმე მიდიხარ, ეტლში ჩადებ და ბავშვის ჩანთაში უკვე აქ ჩააწყობ საფენებს და გონია რომ ძალიან კარგი გამოსაყენებელია.